როგორც არქიტექტორს ყველაზე მეტად set დიზაინი მაინტერესებს. ის თუ როგორ ქმნის სივრცე, ემოციას და მოძრაობას. ამიტომაც ვერ გაუძელით ცდუნებას არ მესაუბრა ამ შედევრზე. ეს არის ლუი ვიტონის ჩვენება პარიზში, სადაც მოდა და არქიტექტურა საოცრად შეხვდა ერთმანეთს. ნახეთ რა დეკორაცია შექმნეს კრეატიულმა დირექტორმა ფარელ უილიამსმა და სტუდიო მუმბაის არქიტექტორმა ბიჯოი ჯაინმა. მათ პომპიდუს ცენტრის საზოგადოებრივი მოედანი გიგანტურ Snakes and Ladders თამაშის დაფად აქციეს. ეს ინდური თამაში ცხოვრებისეული მოგზაურობის მეტაფორაა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი set დიზაინი, რაც კი მინახავს. ლოკაცია პომპიდუს ცენტრმა, რომლის ავტორებიც რენცო პიანო და რიჩარდ როჯერსი არიან, შექმნა ურბანული, ინდუსტრიული ფონი, რაც კონტრასტში იყო სცენის ხელოსნურ დიზაინთან. იატაკი დამზადებული ხისგან, მარმარილოსგან და ქვისგან, რომელიც დამწვარი ქარვისფერი თიხის საღებავით იყო დამუშავებული. ამით ლუი ვიტონის საფირმო დამიერ ორნამენტის ძველებური ინსპირაცია შეიქმნა. ამ გრანდიოზულ ინსტალაციას კი 5 ფლუორესცენტრულ ფერებში დახატული გველი დახვეწილ დეტალს მატებდა. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ ქმნის არქიტექტურა ემოციას მოდასთან ერთად. თუ მოგეწონათ ეს შთამბეჭდავი დიზაინი, გამოიწერეთ ჩემი გვერდი მეტი ინსპირაციისთვის.